რუბრიკა წიგნების საყვარელი. მოგესალმებით, მე გახლავთ 71 საჯარო სკოლის და ტელესტუდია ინკოგნიტოს ნორჩი ჟურნალისტი ირაკლი გოგუბერძე. დღეს მინდა რუბრიკა წიგნების საყვარო წარმოგიდგინო. მაშინ კი არ დამჭირდა, რომ ისეთი წიგნი შემოთავაზებინა, რომელიც შედეგს მოგცემდა. სწორი არჩევანი გავაკეთე და ვფიქრობ, აუცილებლად გაიცნობით ჩემს მიერ შემოთავაზებულ წიგნს. ეს არის ჩვეულებრივი წიგნი გახლავთ ხალით ჰოსეინის ფრანით მორბენალი. თავდაპირველად შეიძლება საფაულის მიხედვით ჩვეულებრივი სახალისო ნაწარმოები გეგმოთ. თუმცა აქ მოთხრობილი არის ღარიბ ჭაბუკზე, რომელიც უსამართლო საყურადოში სამართალს, სიმართლეს, სიკეთეს ეძებს. მას ყავს მკაცრი მამა, მაგრამ იგი სულიერ მამად მის ბრძენ მეგობარს მიიჩნევს, რომელიც ძალიან საინტერესო და სულში ჩამწვდომი ფრაზით გვეგებება. ყველაზე დიდი ცოდვა ქურდობაა. ტყუილის დროს კაცს სიმართლის გაგების საშუალებას პარა, კვლევობის დროს ადამიანს სიცოცხლის შესაძლებლობას ართმევ. ამ ფრაზის განმარტება არც ისე ადვილია. აქ ძალიან დიდი სიბრძნე დევს. ამ განათლებულმა და გამოსვლილმა კაცმა თავის მეგობრის შვილს ურჩია, რომ ერთ ცოდვას მეორე მოჰყვა, ცოდვები კი მოსვენებას არ აძლევს ადამიანს. მთელი ცხოვრების მანძილზე სიმდის სიკეთეს და რაც უფრო ბევრ სულიერ შეცდომას დაუშვებს, მით უფრო დაუძინდება სული, სიცოცხლის ხალის წარდგმას. ჩემს მიერ მოტანილი ეს ამონარიდი მაყურებისთვის ყურადსაღებია. ამიტომ მინდა გირჩიოთ, ამ წიგნს გულდას მით ჩავუსხდეთ და თითოეული წინადადება გონებაში გავიაზროთ და ისე აღვიქვათ, რომ ჩვენს ცხოვრებას სწორი გზის პოვნაში დაეხმაროს. მინდა ჩემი აზრით დავასრულო თემა, რომელიც მე თქვენთან მოვიტანე. ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ სრულიად შეიცვლებთ, შეგეცვლებათ ფიქრის სტილი, გაგიფართოვდებათ აზროვნების მასწავლებელი და დაინახავთ ცხოვრების მეორე. სევდია, უსამართლო მხარე.